დაძაბულობა 6 საათიანი ზავის შემდეგ გუშინ ისრაელმა ღაზა სექტორზე ავიადარტყმები განაახლა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მოძრაობა ჰამასმა ეგვიპტის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე უარი განაცხადა და ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელი არის, გამოც ქვეყანა იძულებულია საპასუხო დარტყმები განახორციელოს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორის მოსახლეობა თავდასხმების შესახებ წინასწარ გააფრთხილა. ისრაელის ავიაციამ მოძრაობა ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის შტაბებზე ავიადარტყმები განახორციელა. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი უკვე მე-9 დღეა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს ბოლო მონაცემებით 204 ადამიანი ემსხვერპლა. 1100-ზე მეტი კი დაშავებულია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნეთანიაჰუს დეკლარაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჰამასის ზავისთვის კი არ იბრძვის არამედ ისრაელისაგან პალესტინელი ერის გასათავისუფლებლად. ოფიციალური მონაცემებით 200 პალესტინელი დაიღუპა, მაგრამ ციფრები გაცილებით